إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأسلم لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين. السلام عليكم ورحمة الله. როგორც იცით, ჩვენ ახლა გავდივართ რომელიც ის რეალურ სალიფინ, მართალ დაბაღები, ახლა ჩვენ ვართ მესამე თავზე, რომელიც ეხება მოთმინებას. და დღესაც ახლა ჩვენ ვართ, მაგას უნდა რა მოთმინება. თამამდა. ძალიან ძმები მოვიდა შორიდან, იშას მერია, მეგობრებისთვის მე ამ სიცხეში, ყოველთვის თქვენი და ასე შემდეგ, ყველაფერს მაგას უნდა რა მოთმინება. მithumetes მე ვარ თქვენი სტუმარი, მოვიდნთან, ეს არის ძალიან პატივისცემა ჩემთვის, რომ ეს ვარ თქვენს მეჩეთში, ახალ ბათუმის ახალ მეჩეთში, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სასახარო ამბავი, რომ თქვენთან ახლა ეს ვატარებთ რა, დაგვიწევს ამ ბარაკადიან ადგილას, ეგეთ ბარაკადიან ხალხთან ერთად ვითხოვთ შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამს ჰადისებს. მაგას საკეთებსო ამბავი, მაგას ძვირფასი რამ ამ დუნიაში არ არსებობს. მაგას ეს ციხით, ეს ფულით, ეს ავტორიტეტით და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ძალობა ჩვენს მიმართ. რომ ჩვენ ვზივართ ალლაჰის სახლში, ვითხოვთ რას, შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამს ჰადისებს. მაგაზე დიდი მიღწევა არ არის ჩვენთვის. შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამს რა თქვა, რომ ეს ცოდნა, რომელიც ეხლა ჩვენ უნდა წავიდეთ არის რა, ვინ ის რა არის? შრომაურების და არის მემკვიდრეობა. ასაც დატოვის. იმიტომ რომ შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამს რა თქვა, საჰი ჰადისში სვავო, შრომაურის არ დაუტოვებიათ არ დინარი, არ დირჰამი, ასე თქვა დოლარი და ევრო, ასე თქვა, გარდა ცოდნისა. ერთ-ერთმა საჰაბამ, როცა შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამ უკვე გარდაიცვალა, მივიდა ხალხთან, რომელიც იყო დაკავებული რაღაცა დუნის თემაზე, რაღაცა თიჯარეთი, ბიზნესი და ეგეთ თემებში იყვნენ დაკავებული. მივიდა მაგათთან და ეუბნება, აქ რატო ზიხართ? წადით დროზე მეჩეთშიო, იქ შრომაურის მემკვიდრეობას არ იგებენო. ხალხი არ გაუწყოთო, გახარებული არიან და გაიქცნენ შრომაურის მეჩეთში. მაგათ ეგონათ რა, რომ ეხლა იქ არის რაღაცა, რაღაცა ვერცხლი, რაღაცა ფულადი რაღაცა. რომ მივიდნენ დაინახეს რა, ზიანს ახალებით აბინები, როგორც ახლა ჩვენ ვზივართ და ითხოვდნენ ალლაჰის წიგნს და შრომაურის ჰადისებს უყურებდნენ. ეს არის რა, ნამდვილი ცოდნა. მე მინდა თქვას რომ ასე ეს არის რა ნამდვილი ჯიჰადი ალლაჰის გზაზე. ცოდნის მიღება არის ერთ-ერთი უდიდესი ჯიჰადი. მაგას უნდა მოთმინება. ზოგიერთი და ჩვენ ადამიანები მოვიდა და ასე შემდეგ მოვიდა და გულზე იმისთვის რომ მიიღოს ხირი. ეს არის ყველაზე დიდი თაყვანისცემა ალლაჰის წინაშე, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ეს როგორ შეიძლება ჩვენ წავიკითხავ, მიახლოვებთ 5 ხადისს, წავიკითხავ ამ წიგნიდან, იმამ ნავავის რეალურ სალიფინ, რომელიც ეხება რას მოთმინებას. 5 ხადისი თავისი გამარჯვებით, როგორც გაკეთებს შეიხ ნუსეიმინ რაჰიმაჰულლაჰ. და თხოვნა მეგობრებმა, თქვენიცით ჩემი წესი და ეს არის არამარტო ჩემი წესი, დიდი არამების წესი არა, გაკუთვნილების დროს ტელეფონით თავი დავანებთ. გაკუთვნილების დროს ჩვენ უნდა იყოს სადა, აქ. ჩვენ რა უნდა იყოს ალლაჰის წიგნზე შემოასწავლოთ ჰადისი. რატომ ზემო? იმიტომ რომ ცოდნის მიღება არის თაყვანისცემა. რატომ? იმიტომ რომ მაგის გამო ადამიანს ეწერება მადლი. სალაფების რომ ნახოთ სალაფების ცხოვრება, საჰაბების ცხოვრება რომ ნახოთ, როგორ პატივისცემდნენ ცოდნას, ხანდახან როცა გაგვითირებდნენ იჯდნენ, თუ რაღაცას ჰქონდათ წიგნი ხელში, ცდილობდნენ იმ ფუძლებს გადაშლას ისე, რომ ხმას არ გამოვიდოდა იმ ფუძლისგან. რატომ? რომ თავისი მეგობარი ვინც ზის მის გვერდზე არ შეაფიქროს. იმიტომ რომ იცოდნენ ცოდნის ღირსება. რამდენად ძვირფასია ალლაჰის ნაზარში ცოდნის მიღება. ისოდნენ მაგის ფასი. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ანუ არ ვიცით მაგის ფასი. არ უყურებთ ცოდნას როგორც რაღაცა ოქრო რაღაცა. მოდის ვიღაცა როცა უნდა, გადის გაკუთვნილება როცა უნდა, ტელეფონს ამოიღებს როცა უნდა, WhatsApp-ში შევა როცა უნდა. ეს არის სიცხვილი მუსლიმებისთვის. რატომ ძმებო? ჩვენ თუ პატის არ ვიმივცემთ რა, ცოდნას როგორ უნდა მივცემთ პატივი მერე ჩვენ თავებს ალლაჰის წიგნის ან შრომაურის სალlallahu ალეიჰი ვასალამ. აქედან ეს არის რაკაც რასაც ჩანს ახლა ჩვენ წინაშე აქა გამოჩნდება ასე მერე სად ჩვენ ცხოვრებაში. მაგითაც მე დაიმახსოვრეთ. თქვენ ახლა ხარ
ერთ-ერთ უდიდეს თაყვანისცემაში ალლაჰის წინაშე. როგორც ლოცვა არის თაყვანისცემა, მარხვა არის თაყვანისცემა, ჰაჯი არის თაყვანისცემა, რომლის გამო შენ ვეცერება შემოწმო მადლი და იმასო რომ ცოდნა არის ერთ-ერთი ვაჯიბი იმ თაყვანისცემისა, რომელიც ალლაჰმა დაგავალა შენ. Muhammad sallallahu alaihi wasallam დახვა. ცოდნის მიღება არის ვაჯიბობა ვისზე, როგორც მუსლიმი კაცისთვის, ასევე მუსლიმი ქალისთვის. ეს არის ვაჯიბობა ჩვენთვის. სალამთქო მოყვედის ძმებო, დავისვენე წინა აიათი როგორც დავიკითხე, ალლაჰმა უთხრა უბძანა შუამავ მუჰამად sallallahu alaihi wasallam უბძანა ყურანში რომ ქვი ემუჰამად ვაყურ რაბბი ზიდნი ილმა ვაყურ რაბბი ზიდნი ილმა ხომერთო ჩემო მომიმატე რა ფული ბარაკატი ბავშვები არა ცოდნა ხომერთო ჩემო მომიმატე რა ცოდნა საერთოდ იძახენ რომ იმის გამო ეს აიათი რას გვაჩვენებს ჩვენ რომ რახან ალლაჰმა მარტო ეს უბძანა ქრიან ყურანში მარტო ეს უბძანა მუჰამად sallallahu alaihi wasallam რომ თხოვს ალლაჰის ცოდნა სხვადასხვა არაფერი ეს იმას ნიშნავს რამდენად მნიშვნელოვანი არა ცოდნის მიღება ალლაჰის წინაშე რამდენად მნიშვნელოვანია ალლაჰმა უზინაისმა ყურანში რა თქვა ინამა yaxsha-llaha min ibadihi al-ulama აი ეს ნამდვილად ისინი ალლაჰის ვინ სწავლობს ალიმებს ინამა ალლაჰმა ასე ყურანში თქვა yarfa'u-llahu alladhina amanu minkum walladhina utul ilma darajat ალლაჰი ამაღლებს თქვენ შორის იმათ ვინც იწმუნა და მეც მაგათაც ცოდნა ალლაჰმა რა გაკეთებს ამაღლებს ასევე სხვა აიში ალლაჰი უზენაესი იძახის რომ დაამოწმეს ანგელოზები და სწავლულები რომ არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა გარდა ალლაჰისა ნახეთ ალლაჰმა დადო ვინ სწავლულები ანგელოზებთან ერთად წმენდები სუბჰანალლაჰ რამხელა დიდი რა აი ღირსება დარაჯა არის ხალხისთვის ვის და იღებს ცოდნას ალლაჰმა ბარაკა მისცეს რომ ჩვენ ცოდნას დავისაზრებ 45 حديثي عن ابي هريره قال ان رسول الله صلى الله عليه وسلم قال صلى الله عليه وسلم قال ليس الشديد بالسرعه نمضي الزرير على اسيس من تاريسانو زريري اسفت جانت انما الشديد الذي يملك نفسه عند الغضب ارمد نمضي الزرير على اسيس ادمياني وين تاوسي قاوس رسلا كبرزوليه اس حديثي قالوستا بخارما და მუსლიმმა السرعه აგრაშის ოზლიერი ის შეუძლია ხალხის ასე დამარცხება ინჯიდაობაში და ასე შემდეგ შუამავ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ეს ნამდვილი სიძლიერე არ არისო არამედ ნამდვილი სიძლიერე არისო ადამიანს ეკავის თავის თავს რა გაბრაზების დროს ასევე შუამავ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომელზეც ჰადისი თქვა وعن سليمان بن سورد رضي الله عنه قال მაგალ თქვა كنت جالس مع النبي صلى الله عليه وسلم მერქოლი ჯექიო შემოვალთან ერთად სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ვარაჯულანი იესტაბან და ორი მამაკაცი იყო ჩვენ შორისა ვინც ერთმანეთში რა კამათობდნენ ანუ რაღაცას ორი მოუვიდათ واحدهما قد احمر وجهه ერთ-ერთი ადამიანის მაგალითად სახე გაუწეთდა وانتفخت ازواجه და მისი ვენები ანუ ისინზე გაივერა მისი ვენები فقال رسول الله صلى الله عليه وسلم شوم صلى الله عليه وسلم قال اني لا اعلم كلمه لو قالها لذهب عنه ما يجد მე ვიცი ისეთი სიტყვებიო მაგას თუ იტყვისო რასაც თავისთავად შეხადარ ხომ სიბრაზე წაუვაო ანუ თუ მაგას იტყვისო წაუვაე სიბრაზე აყუდუ ბილლაჰი მინაშ შეიტანir რაჯიმ ალლას მევეკიდები წეული შეიტანისგან ذهب منه ما يجد თუ მაგას იტყვისო წავა მისგან ანუ ეს სიბრაზე فقالوا له და სხვა საჰაბებმა უთხრეს იმ ადამიანს რომ ინა ნაბია სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ قال ჭეშმარიტია შუმავალ სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ეგეთი რაღაცა თქვა تعوذ بالله من الشيطان الرجيم მიიგებდი ალლას წეული შეიტანისა. ნახეთ, მისმა მეგობრებმა ასევე გაიგეს ხადისი ვისგან, შუმავალ სალლაჰუ რა გაკეთეს? თავის ძმა რატოეს, რა გაკეთეს? მივიდე მაგასთან და დაარიგეს. მაგის რატომ მისთვის ხელი უნდა არ დავიზარდ თავის ძმა. ეს ხადისი ასევე გასწავლოს, რომ შენი ძმა არ უნდა გავიზარდოს სვენაში. თუ რაღაცა იცი, ასე შეიძლება დაეხმო შენ ძმას სვენაში აუცილებლად უნდა დაარიგო და მისი მაგას რჩევა. شيخ المسلمين اللهم يجي شيء خلاص يزعفس هذان الحديثان اللذان ذكرهما المؤلف في الغضب والغضب هم جمرة يلقيها الشيطان في قلب ابن آدم إمام النووي يقول إيش حديثي إيش وري حديثي وما يستخدم سيبراسيس السيبراس الشيخ يزعفس أريس نخشري رمل الشيطان يغرس إسريس أدميانس لا صار غش أدميانس გულში ფაიესტაში თუ ხადაბა და ადამიანი ანუ იქიდება ასე როგორც ცეცხლის ასე თქვა ანუ სიბრაზითო
ويحتمي جسده მისი ტანი ცხელდებაო وتنفتح أوداجه მისი ვენები კისერზე ანუ იბერებაო ويحمر وجهه მისი სახე წითლდებაო ويتكلم بكلام لا يعقله أحيانا და ხანდახან ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს თითქოს ანუ თვითონ აზიარის რეებს იზახის ويتصرف تصرفا لا يعقله أيضا და ხანდახან შეიძლება ისეთი მოქმედება გააკეთოს რასაც მე ანუ ვერ აზროვნებს რასაკეთებს ولهذا جاء الرجل إلى رسول الله صلى الله عليه وسلم فقال أوصني მაგითო მოვიდა შემოვადა صلى الله عليه وسلم ეთი მამაკაცი და უთხრა მაგას რა რჩევა მომეცი قال لا تغضب და შემოვადა صلى الله عليه وسلم მაგას უთხრა ნუ ბრაზობო فردد مرارا და გაიმეორა ის რამოდენიმე ჯერ და თქვა შემოვადა صلى الله عليه وسلم لا تغضب نو ბრაზობო وبين النبي عليه الصلاة والسلام في حديث أبي هريرة هذا الذي ذكره المؤلف رحمه الله أن الشديد ليس بسرعته فشمولا صلى الله عليه وسلم أم حديث شون أغيشنا روم نامدوري سيزليري آرايز راشي أما سكبات وسا أداميان سوبين سيطوزي جيلو باشي زاراشي تاسشن إساراريو نامدوري سيزليري فقال ليس الشديد بسرعته تتبع نامدوري سيزليري آرايز means أنو إيرلا خاص ليس القوي بسرعة الذي يكثر سرعة الناس فيدعوه ويغرقهم في المصارعة شيخ يتعيسون أو نامدوري سيزليري أداميان آرايز means უგეს ხალხს რა კიდაობაში ძალაში და შეიძლება ძის დააგდოსო. فهذا يقال عنه عند الناس ხალხში ეგეთი ადამიანი მაგასაც დასადახიან რომ ეს ადამიანი არის ძლიერისო لكن النبي صلى الله عليه وسلم يقول მაგრამ შუმა صلى الله عليه وسلم თქვა რომ ეს ნამდვილი სიძლიერე არ არისო إنما شديد الذي يملك نفسه عند الغضب ნამდვილი ძლიერი არის ის ვინც იკავებს თავის და სიძლიერეს ყურიში თავის სიმბრაზეს كبرزيس دروس موضوع بارك الله أي القوي حقيقة هو الذي يسع نفسه إذا سارعته وغلب ملكها وتحكم فيها شيخ يزعجون نامج من زيري عريس إيس ورمي تحاويس نوس أقوط ورغيبس سيبرازيس دروس ورمي سشيوزي تحاويس سوريس شيكاويبا تماغازي كنتروليس أنو كنترولي تحاويس سوريس كنترولي شوزريا لأن هذه هي القوة الحقيقية إنه إيس عريس نامجولي زالا قوة داخلية معنوية يتغلب بها الإنسان على الشيطان إذا زال عنه شناف سوي شين تزال رملي تسعى دمين أجيبس شيطان أجيبس لأن الشيطان هو الذي يلقي الجمرة في قلبك من أجل أن تغضب إمي إسال الشيطان رملي الشين زوش عقد إبسرا إن نخشيز إن إزدامو الشين رمرا قاكتو كبرزده اللهم بارك خلاص أجريكي تبيتو ميدا ويسود أكثر صورة تقولي صورة ففي هذا الحديث شيخ أم حديث شراز الحث على أن يملك الإنسان نفسه عند الغضب موتيواسيا خلق ستريسو أدامين تاوي دايكاوس سيبرازيز روس وأن لا يسترسل فيه ترون أنه نبار ميسيس تاوي سوسرو سوي روساس روسودا يسمو يموكميدوس لأنه يندم بعده يدر أدامين ماجسميري شيربا إنانوسو كثيرا ما يغضب الإنسان فيطلق امرأته بيولي خلقي على سيسيتي روسا برازدلو თავის წოლს არ აწუხებს, ანუ ჩორდება თავის წოლს. وربما تكون هذه طرقة آخرة طريقة. შეიძლება ეს ტალაყი იყოს ბოლო ტალაყი. დაფონზმებო, მე ვიცით რომ მაქსიმუმ შეიძლება მამაკაცი თავის წოლს რამდენი ტალაყი მისცეს? 3. მაგის მერე რა ხდება? აბატონო? სხვას უნდა გაყვეს. ეს რა შეიძლება სხვას უნდა თქვენიცი და მე გამოდიება რა თქმა უნდა მამაკაცი რაღაცა რა ალოფრას. ანუ ალლაჰი ჩვენ გვახდენ შემოვასწავლეთ რას გვახდენს რომ ანუ დაიკავე შენი თავის სიბრაზის დროს და სამხელს მოუჩემოძრა ეგეთი რაღაცა მარტივი ხდება აკეთებენ ზოგიერთი მუსლიმანები ეგრე სამჯერ აკეთებენ თავის მეუღლისთვის მე რას აკეთებენ ევროპელი თავის მეუღლის გააკეთე დროითი ნიკაჰი ახურთი რომ არ აქვს დატევი და მე დაბრუნდი ჩემ თავს აკეთებენ და მე ბრუნდებიან ეხლა თქვენ მითხარით ეგეთი ალლაჰის წინაშე იქნება მე ეგეთი მაგას მიმახსენდება ყურანში არის ნახსენები იუდეელების რა ისტორია უსადაც დასაკეთებენ თვალს და შაბათობით მაგათვით იყო რა აგზავნილი თევზაობა არასკის აგდებდნენ და პირას ამოიღებდნენ რას იმ ხო და დასაკეთდა ამით ვითომ ალლას ატყუებდნენ ალლაჰმა დაგუპროზნებო ეგეთ რაღაცა ამინ მაიღდება ინსანო იუთფიჰუ მალაჰუ შეიძლება ადამიანი გავრაზდეს და თავისი რა ქონება გაანადგუროს შეიძლება დაწვასო შეიძლება გაამტრიოსო
كثيرا ما يغضب على ابنه حتى يضربه. შეიძლება ზოგიერთი ბრაზობს თავის შვილზე, მამა, შეიძლება დაარტყას თავის შვილი, وربما مات بضربه. შეიძლება მაგის დარტყმის გამო მოხდება მისი შვილი. და ეგეთი შემთხვევები ზოგადად ძალიან ბევრი ხდება. وكذلك يغضب على زوجته مثلا فيضربها ضربا مبرحا. და შეიძლება ასევე გაბრალდეს თავის ცოლზე და დაარტყას თავის ცოლი, ანუ ძალიან ყინული დარტყმით ისე რომ დაჩნდება მაგას სიცოცხლეები და ასე შემდეგ. وما أشبه ذلك من الأشياء الكثيرة التي تحدث للإنسان عند الغضب. და ასევე შეიძლება უამრავი კიდე სხვა მაგალითები არის, რომ შეიძლება მოვიდეს ადამიანს რა სიბრაზის დროს. ولهذا نهى النبي صلى الله عليه وسلم أن يقضي القاضي بين اثنين وهو غضبان. მაგით შუა صلى الله عليه وسلم აუგზავნა მოსამართლეს, რომ რა ორ ადამიანის შორის დროს რაღაცა კამათი ხდება, რომ ხუქმი მისცეს რა ორ ადამიანის შორის, რატომ? იმიტომ როცა ბრაზობს შეიძლება არასწორი ხუქმი მისცეს. ანუ არასწორი ხო, არასწორი გადაწყვეტილებას მისცემს რა და ამით რა ალლაჰის ხალხს დაარღვევს და იმ ხალხის ხალხს ასევე დაარღვევს. وكذلك ذكر المؤلف رحمه الله حديث سليمان بن سورد رضي الله عنه في رجلين استبى عند رسول الله صلى الله عليه وسلم. ასევე იმამ ნავოვი მოიყვანა حديثي ორ ადამიანზე, რომელიც განათობდნენ ერთმანეთს შორისო და ერთ-ერთი ანუ გაბრაზდა მაგას შორის და გაებერა მაგას რა მისი ვენები კისერზე და გაწითდა მისი სახე და შუა صلى عليه وسلم მაგას إني لأعلم كلمة لو قالها لذهب عنه ما يجده. მე მისი სიტყვა თუ მაგას იტყოდაო მისი სიბრაზე რა გაკეთებს წავა მისგანო. لو قال أعوذ بالله من الشيطان الرجيم. რომ ეთქვა მაგას რა მიმეკიდები ალლაჰს წყეული შეიტანისგან. أعوذ بالله شيخي წერდაში თავსიფები أعوذ بالله أي أعتصم به من الشيطان الرجيم. მე დასვას ყოველ ალლაჰთან მისგან წყეული შეიტანისგან. لأن ما أصابه من الشيطان. იმიტომ რაც იმ ადამიანს შეეხო ის სიბრაზე არის რისგან შეიტანისგან. وعلى هذا فنقول მაგის გამო ჩვენ ვიტყვით المشروع للإنسان إذا غضب أن يحبس نفسه وأن يصبر. როცა ადამიანს შეეცდ ეგეთი რაღაცა, ადამიანს არის რა აუცილებელი რომ მოიწვიოს და თავისი თავი შეიკავოს. وأن يتعوذ بالله من الشيطان الرجيم. და რომ ალლაჰთან მიეკიდოს, ანუ სწორ დაცვა ალლაჰთან. يقول თქواس أعوذ بالله من الشيطان الرجيم. وأن يتوضأ. ასევე სუნათის მიმდევრ არის შეხმახვა, რომ ასევე ადამიანი აიღოს რა აბდესტი. სიტყვა ადამიანი თქვა أعوذ بالله من الشيطان الرجيم და გზნობს რომ კიდე გაბრაზებულია, რა უნდა გაკეთოს? აიღოს აბდესტი. არ დაიხმარა აბდესტი, რა გაკეთოს? დაჯდეს. ალეიქუმ სალამ ვა რაჰმათულლაჰი. აიღოს დაჯდეს. არ დაიხმარა კიდე რაღაცა ძნობს სიბრაზე, დაძვეს. და თუ კიდე რაღაცა ძნობს შეიხიდა ის რა არის კარგი? ადგის ადამიანი იმ ადგილიდან სადაც გაბრაზდა და გავიდეს იმ ოთახიდან რომ რაღაცა მაგის მერე არ მოხდეს ცუდით. ესაც შეიძლება ამ ჰადისი. ეხლა ძნებო 57 ჰადისი عن معاذ بن أنس رضي الله عنه. ماذا قال؟ أن النبي صلى الله عليه وسلم قال: رمشنا صلى الله عليه وسلم قال: من كزم غيظا وين شيء كاوس سيبرازسو وهو قادر على أن ينفذه. تماغا شوزي رونغا برادس. أم نحزنبو نشوان مومدرا. زوجي أدمياني أريس بس تقدم شيشارا. أشوزي رونغا برادس بيناسازي. أنا زوجي أدميان أريشينيا. براسا كابرازيس دراسا كيتش كاوس إيكاوس. და ალლაჰი მაგასაც გავიწევ როგორი მაგლი იქნა მაგაზე გონახეთ دعاه الله سبحانه وتعالى على رؤوس الخلائق يوم القيامة. ალლაჰი عز وجل ახსასულ დღეს ყველა ქნილებების წინაშე გაუზარდებს იმ ადამიანს. ნახეთ როგორ ამდენდინა პატივისცემა არის ადამიანები და ადამიანები حتى يخيره من الحور العين ما شاء. და რომ აირჩიოს ის მაგასი და სამოხების ანუ حور العين სამოხების პარადა რომელსაც მაგას მონდეთ. ეს არის იმ ხადისი პატივისცემა ალლაჰისა იმ ადამიანისთვის. ეს ხადისი გამოსა ტერმინულად დაუდება ტერმინი ხადისი ჰასანია. შემდეგ حديث 40 مروي حديث عن أبي هريرة مرة قال أن رجلا قال للنبي صلى الله عليه وسلم وإذا ما قسم أخرى شو صلى الله عليه وسلم المفروض تكرر قول قرب أيها كسم شو تبي شو يفعل زوج أزمان يقرب ده تكرر قرب تشيء عنه اليوم الله مبارك مستكار شو صلى الله عليه وسلم أخرى ما دام يسرون وسموه إذا ما قسم ده شو ممسك لا تغدا مقابل دبيو. და გაიმეორა რამოდენჯერ ნუ ბრაზდები ხადისი გადმოსცა ბუხარი 39 ხადისი عن ابي هريره رضي الله عنه قال رسول الله صلى الله عليه وسلم شوما صلى الله عليه وسلم قال ما يزال البلاء بالمؤمن والمؤمنات ان المسلم الكاس انكالس იქნება რაღაცა გამოცდა في نفسه وولده وماله მის თავშიც
ან მის ბავშვები გამოცდა, ან მის ქონებაში იქნება რაღაცა გამოცდა, حتى يلقي الله تعالى وما عليه خطيئة. იმდენი გამოცდა იქნება მაგას და გაიგრის იმ გამოცდას, რომ როცა ალლაჰ შეხვდება, მას არ იქნება არაფერი წუდებისგან. ანუ ეს გამოცდა ამ დუნის პრობლემები რა ასუფრებს ადამიანს წოდებისგან და შეხვდება ალლაჰს რა სულთან. ეს ხადისი გამა თირმიზი და სხვა ხადისი არის حسن صحيح. شيخ ابن سيمين اللهم عليه شيطانوس إزاحس. هذه الأحاديث في باب الصبر تدل على فضيلة الصبر. إيش حديث هذي؟ وإذا عشان رازي مطمئن بإحسابه. أما الحديث الأول والشيخ بكير الحديث حديث معاذ بن أنس رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم قال صلى الله عليه وسلم قال من كذب غيظا means دايكوا تاويسي سيبرازي وهو قادر على أن ينفذه. لما قال شوزلي يرون كمخاطس تاويسي سيبرازي دعاه الله سبحانه وتعالى على رؤوس الخلائق يوم القيامة. الله يدعوزك يسمى داميانس أخصاص تكيس خويلة كني بلبيستينا شيئا كما يقصي من داميانس. ريزنا مزمكم؟ ريزنا مو؟ ها؟ هذا ما ريزنا ريزنا مو؟ خوش არა, შეკითხვა შეიძლება მაშინ ცოტა გზინოს გაიბიც. შეკითხვა ისო, რატომ გამოიყვანს ალლაჰი იმ ადამიანს ყველა ხალხისგან, რატომ? რა გაკითხა? მოიწვია, ხო. მე ახლა ეს პრობლემა ფიქრობს, მაგიტომ მაგაზე ლაპარაკობს ეხლა. ეს რაღაცა გავასწრე, სანაგავაზე. ზოგიერთ ხალხის ძახის, არა მუსლიმების განიძახის, რომ რა არის ეს ვერ გავიგებ, 60-ში ვერ დავიგებ. თორეთან ახურით მიგიქნება რა? ანდა ხორული ინი იქნება 60-ის ქადები იქნება კაცებს ხო? ეს რა არის? ეკითხებიან და შემკითხე მოგომიერთო მანქანაში მივიდოდი თუ ხო? ეკითხები ზმას, ძმა მომისმენე. შენი აზრი მაინტერესებს, მე გვითი ჩემი აზრი, მე ვიცი, მაგრამ აზრი მაინტერესებს. კაცი ხარ კი კაცი ვარ. ხალები ხო გიყვარს რა თქმა უნდა. მე კაცი ხარ ხო ძმა? ნებისმიერი ცოლ-ქმარი მისას ხალხოჯახი იცის რომ როცა ცოლ-ქმარს აქვს ახალ თექება ეს არის ერთ-ერთი სიამოვნება ამ დუნის ყველია ეგრევე სიტყვაზე შენ არ გინდა რომ 60-ში ყავდეს სიტყვაზე რომ ცოლი ან 60-ის ქარეში იყო შენი ცოლი რა თქმა უნდა მინდა ნებისმიერი მამაკაცი რომელიც რა არის ჯანმრთელი და ასე შემდეგ ის რა თქმა უნდა მინდა ოდი შეიძლება თქვენ ყოიცი ამ დუნიაში კაცები უღალატობენ თავის ცოლებს ზინას აკეთებენ და ასე შემდეგ ზმა მე ხო რას რატო აკეთებენ მაგას? იმის გამო რომ არ ვყავთ ხალე. ეს ისგებათ ის საკ. რა თქმა უნდა ეს არის სასიამოვნო რასტემა, მაგით აკეთებენ ამ ცოდვას. მაგით ჯანათი რა არის? სამოხე რა არის? სამოხე არის ის ადგილი, სადაც ადამიანის ყველა სურვილები რა ხდება, ხო ყველა სურვილები. ერთ-ერთი სურვილი მამაკაცს რა თქმა უნდა იქ არის. რა გასაკვირ თუ კაცი ხარ შემოიქცევს ნობა რა პრობლემა. მაგრამ მოდი თქვა. ყველაზე დიდი მადლი სამოხეში რა არის? ალლაჰის ხილვა. ყველაზე უძლიერი დიდი მადლი არის რა ალლაჰის ხილვა. ალლაჰმა ყურანში თქვა, მაგაფედება, ყველაფერი რასაც მაგათ მოუნდება, ანუ ხალხს მიცარე ჯანნატში, ვალ მაზიდ და ასევე რა, ანუ დაბალყარო რა ეს კატო. დამატება და მუფასირები რა თქვის და საჰაბები რა თქვის, ალლაჰის ხილვა. აბდულლაჰ იბნ აბას იძახდა, როგორც თქვენ ხარ ხედავთ ხო, თლიან ფარესო, ხო? ისე დაინახავთ ალლაჰს აზზავაჯალ. და ეს არის ყველაზე დიდი მადლი რა ჯანნატში. ალლაჰმა გაგხოცებო აგაშოროს. ამინ. თვით ამინ. ამინ. ეს არის ყველაზე უძლიერესი მადლი რა თქვენთვის სამოხეში ზნებო. და ყველაზე ცუდი უხარება ჯაჰანამის ხალხი რას იქნება? რა იქნება ზნებო? რომ ალლაჰს აზზავაჯალ ვერ ნახავენ. ეს იქნება მაგათვის ყველაზე დიდი უხარება. ალლაჰმა არ გაგხოცოს მაგაჩოროს. ამინ. الغيب شيخ سهراري السبرازي هو الغضب الشديد إسرائيل زلير السبرازي أم حديث وسائل الموصول على برو بطل السبرازي على متعريس زلير السبرازي والإنسان الغالب هو الذي يتصور نفسه أنه قادر على أن ينفذ دا نامدو لأدامي بين برازوس إس أدامي يعني بين شروط دقامو خطوط تاوي السبرازي مغرستا أنو إكاويبسو لأن من لا يستطيع لا يغضب იმიტომ რომ ვისაც არ შეუძლია გაბრაზება ანუ ის ადამიანი მაგას არ აქვს ისეთი ახსნა რომ ის ბრაზობს ეგეზე ჩვენ არ ვიხდით რომ ის ბრაზობს იმიტომ შეიძლება ეშინია რაღაც ეგეთი არ ბრაზობს ولكنه يحزن მაგრამ ეგეთი ადამიანი რა წუხარებას გამოხატავს
ولهذا يوصف الله بالغضب ولا يوصف بالحزن. მაგითო ალლაჰი აზავაჯალ თავისთან ყურანში ახსენს რომ მას ხანდახან ბრაზობს და არა იმის გამო რომ ხანდახან წუხარებობს, ან წუხარება აქვს. لأن الحزن ناقص. იმიტომ რომ წუხარება არის რაღაცა ცუდი თვისება. والغضب في محل كمال. მაგრამ სიბრაზე თავის ადგილას არის რა სავსეს, ანუ კარგი, ასე ხანდახან შეიძლება იყოს კარგი თვისება. მაგალითად როცა როდის თუ ნახავი გარდა შენი ოჯახის წევრის რაღაც მონქას აკეთებს და რაღაც ცუდს აკეთებს. მაგას უნდა გაუღიმო, უნდა გაბრაზდები. უნდა გაბრაზდე, მაგრამ ისე კი არა, შუბლი გაუღებ არა. უნდა გაბრაზდე, დონი ისე დონი, რომ მიხვდეს შენ სიტყვაზე ბავშვი რომ არასოდეს რაღაც აკეთებს. იმიტომ შენ თუ არ გაბრაზდები, შეიძლება კიდე გაგზადებს. ესე იგი ეს სიბრაზე, ანუ ქებიანი სიბრაზე თუ არა? რა თქმა უნდა, ქება, კაი სიბრაზე. მაგაზე ლაპარაკობს ნებისმიერ სიბრაზეზე არა. فإذا اختاز الإنسان من شخص وهو قادر على أن يفتك به ولكنه ترك ذلك ابتغاء وجه الله صبر على ما حصل له من أسباب الغيظ. تو ადამიანმა მოითმინა თავისი შეიკავა ალლაჰის ხატრისთვის. ნახეთ რომ ნიშნავს მომენტი. არა იმისთვის რომ მისი მაგასია, არა იმისთვის რომ შეეშინა ვიღაცას, არა იმისთვის რომ რაღაცა ფულიეროდ მისგან, არა. ალლაჰის ხატრისთვის მხოლოდ და მხოლოდ მოითმინა რა ის მიზეზი რის გამოც გაბრაზდა ხო მაგასაც რა ითმენს فله هذا الثواب العظيم მაგას როდება რა ეგეთი დიდი მადლი რომ ალლაჰი გამოიყვანს ყველა გმირებისგან და მისცეს მაგას არჩევანს أنه يوضع على رؤوس الخلائق يوم القيامة. وأما حديث أبي هريرة الأشهر حديث أبو هريرة أن رجلا قال مع دميان مويد شمولات صلى الله عليه وسلم دقيقة მაგას რომ მომისრ ჩევა და ნახეთ რომ მაგაში გაგვეთიდა ჩვენს რა სახაბა იცოდა რომ მის წინაშე ხარი არის შუმოვალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. დაგაკითა, ავით მაგასთან და უთხრა ჩევა მომისრ. რატომ? იმიტომ რომ იცოდა რომ შუმოვალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას მისცემს ყველაზე კაი ჩევას. ასევე ჩვენ ვეხლაც მეგო. ნუ ჩვენ ხედავთ ვიღაცა არის რა ჩვენზე ბრძენი ადამიანი, ჩვენზე უფროსი ადამიანი ხო? უფრო ცოდნა ადამიანი ხო? ყოველთვის უნდა ვიცოდოთ მისგან ავიღოთ და ცოდნა, მისგან ავიღოთ რჩევა, ჩვენი სიუჟეტის ისტორია მოვუყვეთ და ახლა დაგვარიგოს. მაგაში სიცხე არ არის. ეგ დაკეთებს მათ ყველაზე ბრძენი ხალხი. والحديث الثالث رشيخ ومسعى الحديث فهو أيضا دليل على أن الإنسان إذا صبر واحتسب الأجر عند الله كفر الله عنه سيئاته. ورغم الحديث نبوه شما صلى الله عليه وسلم وسط قارون أدميان شيخانا شيخ وشيخوس ميس تاوس بغاسك مصطا ميشوز أم ميس كونيباس تو مويت فينسو ما جزاهم الله يباتيوس مستا ميس صدرس ماغاش حريسرا أنو مطمئن بدي سبب. ثم صبر على ذلك فإن الله ففيه دليل على أن المصائب في النفس والولد حتى يمشي. أما إذا تسخط فإن من تسخط فله السخط والله الموفق. مگر ის ადამიანი ვინც გამოხატავს პრეტენზიას ალლაჰის წინაშე, ალლაჰის მიმართ, მაგას რა ელოდება ალლაჰის რისხვა. ალლაჰის მიმართ პრეტენზიას მე რას ნიშნავს? თქვენ გაქვთ წინა გაკვეთილები მოსმენილი. Gashni asot ადამიანი გამოხატავს პრეტენზიას ალლაჰის მიმართ. თვითონაც წამოვიდოთ ადამიანს მოვიდა რაღაც დაავადება. თვითონაც ავადავდა გრიპი რაღაცა და გამოხატავს ალლაჰის მიმართ პრეტენზიას. როგორ? რატომ მომეცი, რა გინდოდა ჩემგან და ასე შემდეგ, რა გინდოდა ეგ სხვები რაღაც არიან მე რაღაც დამაშავე, ამას პირდაპირ რა პრეტენზია. მუსლიმი ხარ თუ არა მუსლიმი, ძლიერი გაგიმარეთ თუ სუსტი, შენ მოგივა რაღაცა გამოსწავლება ამ დუნიაში. Ega გარჩევანი, ან გაიარო ეს გამოსთა ღირსეულად, როგორც ალლაჰის მორჩილი, ან გაგარჩენო გაიარო ეს გამოსთა ისე როგორც უპასრა შეიტანს. და დაიმახსოვრე ძმებო, არასდროს ალლაჰი აზზავაჯალ არ მოგცემს თქვენ ისეთ გამოსთას, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთ. არასდროს. ყოველთვის აგათიფიქრეთ ალლაჰზე. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? ლა იუკალიფულლაჰუ ნაფსან ილლა ვუს'აჰა. ალლაჰი არ დაავალებს ადამიანს მისი ძალის ანუ ზედმეტებად. Asta შეუძლია მარტო იმას მისცემს ალლაჰი აზავაჯალ ისეთ გამოსთას. და აქამდე როგორც გავიარეთ ძმებო, ადამიანი რომელიც გაიგებს გამოსთას, ხო? მიიღებს გამოსთას როგორ ღირსეულად. იცის რომ მე ხეთო მოვიწმი და მექნებ ალლაჰის იმედი და ამ გამოსთას გავივირი, მაგის გამო მე წამეშლება რა ცოდვები. მაგის გამო მე უფრო გავძლიერდები. იმის ძმებო, ჩვენ ვიცით თუ ფიტნა. ფიტნა რა ნიშნავს? გამოცდა თუნება არეულობა ყველაფერი ფიტნას ნიშნავს. ასევე ფიტნას ნიშნავს იმ პროცესს, როცა ოქრო გადის ძალიან ძლიერ სიცხეში.
და ოქრო როცა ძმებო გადის ძილის სიცხეში რა ხდება მაგ დროს? გაწმენდა. ყველაფერი ჭუჭი რაც არის ოქროში იწმინდება. მათ პროცესას ასევე ქვია ფიტნა. და როცა ჩვენ გავდივართ ძმებო ამ გამოცდებს, ამ სიცხეს, ჩვენ ასევე ვიწმინდებით რა ჩვენი სოდებით და არა მარტო ვიწმინდებით ძმებო, მაგდებით, უფრო ძლიერი ხდებით. მაგრამ როცა ამ ჰადისებზე ძმებო ფიქრობ, ხო? ნახეთ ძმებო როგორ გვეხმარება ეს ჰადისები ჩვენ ცხოვრებაში, ხო? რომ აბსურდოდა ეს ჰადისები შეიძლება მოვიდოდე რაღაცა გამოსა ჩვენ ცხოვრებაში და პრეტენზიად გამოხატავდით ალლაჰის მიერ, მაგრამ რა მაინც მე გამახსენდა ეს ჰადისი. უნდა რა საბრი უნდა გამოიჩინო. იმიტომ არის ძმებო 4 კატეგორია ადამიანის, როგორც წინა გაკვეთილებს გავიარეთ, მოწმინების დროს, გამოცდების დროს. ერთი ადამიანი, რომელიც პრეტენზიას გამოხატავს, ერთი ადამიანი უბრალოდ იწმინს, მარტო იწმინს. მოვიწმინო. მესამე ადამიანი, რომელიც არის რა, ანუ იწმინს როგორ იცით, ანუ გმაყოფილია რომ მოვიდა მაგასთან და გამოსდა. გმაყოფილია რატომ ახსენდება რომ მაგის გამო მადლია. და მეორე ყველაზე საუკეთესო შუქს დაკეთეს, მადლიერია. რატომ? ალას რომ მადლობა მე თუ გამოსდა მომიტანე, მე ხომ მაგას გავივი და მე მადლი დამეწერება და გავუქმო სულთებდებიო. და შენ წინაშე წავსდები მე ახსასულდეს სულთა. იმიტომ რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა, ხანდახან როცა ალლას უყვარს ვიღაცა მონა, ვიღაცა მორჩილი, მაგას უგზავნის ამ დუნიაში გამოცდას. და ამ გამოცდის გამო ასულთოებს ცოდებისგან, რომ ახსასულდეს უკვე შევხვდეს მაგას როგორი სულთა. და თქმა უნდა ეს არის ჩვენის უკეთესი ვიდრე უკეთესი უმჯობესია ზოგადად ჩვენთვის რომ ამ დუნიაში ვიწოვოთ ხო ან გავიაროთ გამოცდა ვიდრე ახირაში. გავუშენებთ რატომ და მაგას გავაკეთოთ რატომ დებო. ვიმომიყოს თქვენგან ჰადის. რატომ? ანუ მოდი თქვა რატომ? ანუ როგორ ჰადისი მინდა ზოგადად იცით? რომ ყურება იმ ჰადისში იყოს რამდენი ცუდია ჯაჰანამში ყოფნა. ვიმომიყოს ჰადისი. რამდენი ცუდია ჯაჰანამში ყოფნა. ასე მომიაკეთებთ თქვენს ახლა. ასე მოგივიდეთ. იცით ჰადისი მე ხო ვიცით? ადამიანის ზოგი როცა დაბნება და ისე აღდგება. ხო, ეგას მაგას. შეიძლება ზუსტად არ ვიცი ისტორია თქვა რომ მოსმენილი მაქვს და შეიძლება არ იყოს თუმცა მზის ხივზე პატარა ქუთნის კვერი რო ჩანს ჯეჰენემიდან იმის ოდენაც ცეცხლი რომ გაჩნდეს აქ მთელი ვარსკვლავები ატურდება ასეთი შედარება არის მოყვანილი ხალხს. მოდი შენ დავალებას მოხსნა ეს ხადისი გვიპოვე. კარგი? всё, ხადისი გვიპოვე. არადიურად რო დარჩება ცეცხლში. ახლა საკუთარ ხალხს ბარაკ მოხსნა. და გამიშენებო ერთი რაღაც, ერთი ხადისი არის შუავასთან სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ. ანგელოზი მოიყვანებენ ორ ადამიანს. ერთ ადამიანს ყოველდღე ამ დუნიაში ყოველთვის კარგი ქონდა, არასდროს ცუდი არ ნახია, მეორე ადამიანი მართლა ცუდი ნახია ამ დუნიაში. თორსა მოიყვანებენ იმ ადამიანს, რომელიც მართლა კარგი ნახია ამ დუნიაში, უბრალოდ აი წამიერად ჩაწვეთავენ მაგასა და ჯაჰანამში. და მოიყვანებენ უცბად. ეკითხავენ მაგას ანგელოზით, რამე კარგი გინახია ამ დუნიაში? ადამიანი იტყვის, ვალლაჰი არაფერი კარგი არ მენახია. დავის და ყველაფერი 100 წელი ცხოვრაზმებო არანაირი პრობლემა არ ყავდა მაგას. ყველაფერი დავისდა. მე მოიყვანებენ მეორე ადამიანს, რომელიც მართლა ცუდი უნახია ამ დუნიაში. და ერთი წამით ანგელოზი ჩაყრეთავენ ასე თქვა ჩაძერები ჯანაში და ამოიყვანებენ. იკითხავენ რამე ცუდი გინახია? ვალლაჰი არაფერი ცუდი არ მენახია ამ დუნიაში, ისეთი გახარებულიო. ეს გასნიშნავდა რომ პატარა დროითაც ყოფნა ჯაჰანამში ჩვენ არ გვინდა. მაგითო მოგვიყვანეს ეს ხადისი. ალლაჰ ბარაკ მოხსენებო. ალას უზენაეს თქო ჩვენი ცოდნა ჩვენი ხეირიანი გახადოს. ალას უზენაეს თქო ეს მეჩეთი ჩვენი ხეირიანი გახადოს და ყველა მუსლიმებისთვის. ალას უზენაეს თქო გახადოს ეს მეჩეთი ცოდნის მიღების მიზეზი ჩვენთვის და ყველა ჩვენთვის. ამინ. ალლაჰ ბიჰამდიჰი შალალ ლა ილაჰა ილლა ასტაღფირუ ვა ატუბუ ილაიჰ. შეკითხება? ერთი შეკითხვა მემა. ხო. ესეთი რამე არსებობს რომ კაცი რომ საქორწინებო ისლამშიო ამას სოდმები ეპატიებო და მეგრანდენაც სიმართლე თუ ადამიანმა დაქორწინდა ალლაჰის ხატვისთვის ეხა შეკითხვა შენთვის ქორწილი თაყვანისცემა არის თუ არა? რა შეიძლება თაყვანისცემა მაგის გამო ადამიანს მადლი ეწევა? რა თქმა უნდა. მოდი ჰადისი მოვიყვანო შუა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა როცა ვიღაცა თვლის გამო მეუღლესთან და იქნება ახლო შეცობა მაგაზეც იქნება მაგასერა მადლიო და საჰაბები გაუგებენ მაგაზეც მადლია მაგას თქვა კი რატომ ზეგო ეს მაგას შეეძლო მუშოვარი გაეკეთებინა მაგრამ გააკეთა ჰალალი გზით
მაგის გამოს რა არის? მადლი. Ოდა მაგიდან რა თქმა უნდა ცოლის მოყვა მაგაში არის მადლი და ცოდვის პატიება რატომ არის ცოდვის პატიება ძმებო? ცოდვას არ გააკეთებ მადლი. გამრავლების ნედაიგი და ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე ნებისმიერ კარგი საქმე შლის ცუდ საქმეს. ნებისმიერ კარგი საქმე შლის ცუდ საქმეს. ანუ შემოახსენეთ რა ალლაჰი და ითხოვს შეევედრე ცოდნის ეგ მხოლოდ ბრძანება ერთადერთია თუ ერთ-ერთი ბრძანება? ყურანში ერთადერთი ბრძანება როგორი ბრძანება რომ ალლაჰმა უბრძანა შუმაოსას მოსწოვე რაღაცა მომატება რაღაცის მართლა ცოდნაზე იყო მომატება რაღაცის ბრძანება ბევრია რა თქმა უნდა მაგრამ რომ მოუმატოს რაღაცა მარტო ცოდნაზე თქვა ალლაჰი აზავაჯა ხო როცა ნიკაჰი მოხდება კაცო შეიძლება ბეჭედი ატაროს როცა კაც ნიკაჰი გააკეთებს რომ შეუძლია თუ ბეჭედი ატაროს არ შეიძლება რატო არ შეიძლება იმიტომ რომ ეს თაშაბუჰი ხუთა ეს არ არის მუსლიმანების ტრადიცია არც ხალხს ნიკაჰის გამო თუ საჩუქარი თუ არ ჩუქია ბეჭედი პრობლემა არა მაგრამ ნიკაჰის გამო გაიკეთოს და სხვა სხვებს არ ჩვენს რომ აი მე გათხოვილია სიტყვაზე ხო ეს არ შეიძლება ნიკაჰი არა და ჩულებები რომ იყო მაგალითად როგორ საჩუქარი რა თქმა უნდა შეიძლება რა თქმა უნდა გაზრდას გააჩნია მას არ აქვს მნიშვნელობა ეცნიკება ჩულებები ბრილიანტი ჩუქია რა თქმა უნდა მნიშვნელობა არა შეხო კალზე მოყარო ორივე ხო კაცებზე ძმებო არ შეიძლება ოქროს გაკეთება იმიტომ არ მოვიდა სამი ხალისი შუმაოსა ალლაჰ ალეიქუმ აუზარ კაცებს ოქროს დალება და აბრეშუმის დალება შუმაოსა ალლაჰ ალეიქუმ ვინც ამ დუნიაში ჩაიცნობს აბრეშუმს კაცებს ჯანაში მაგას ვერ ჩაიცნობს და შეიძლება ოქროს მაგასაც არ მოვიდა შუმაოსა ალლაჰ ალეიქუმ რომ ხო არის გაგზავნილი კაცებს კაცებს შეიძლება და აბრეშუმი ხალხს შეუძლია აბრეშუმი რა ხდება მაგაში სიბნია მოდი ნახოთ რატომ აბა მე როგორ გონია რატომ ალლაჰმა ეთები სიბნია არის რომ ხალხს დაუერთო მისცემა აბრეშუმის დალება კაცსა აბრეშუმი ხო ის როგორია ნაზი ხო აბა როგორია სინემას რა კაცებისთვის კაია სინემას მაგრამ ეს აბრეშუმი უფრო ქალია უფრო ნაზია კაცი უნდა იყოს თუ ბრუტალური კაცი უნდა იყოს კაცი ხოშა ხანდელი რამდენი ხანია ისე რაცა კასტობის შეიძლება მორესმო შემდგარი ვარო სამე ვახდე შეკითხავს მომენტი არის რა ჩვენ საერთოდ ყველას მოხდა ნამაზი გამოგიტოვებია და იყო მომენტი როდესაც გამოგიტოვე ნამაზი და მე ძალიან ისეთი ფიქრები წამოვიდა რომ განაერი მუსლიმად ხარ სუიციდური არა ახლა მოსაფირი რო ხარ მაგ დროს შემოგადა რეალურად არის მომენტი შეიძლება შეგეზარდო აი რო რა აი მაგალითად როდესაც ყოფილა მომენტი ძალიან ისე არა თუმცა არ ვიმოჩე და მე ვიფიქრე რომ ანგულად მუსლიმანი ფიჩენკოს მიკითხეთან არის რომ თვითონ დროს ნამაზი მომწონს ქაფირი ხავდა და ასეთი ფიქრები რომ მოდის პირველად მე არის რომ ეს თვითონ შეიტანო გაფიქრებინეს მსგავს რაღაცასო ეს კაი ფიქრებია მაგრამ ხო გეძებ შენ იმიტომ რომ შენ თავზე ფიქრობ სულად ეს კაი ფიქრებია შენ თუ არ ფიქრობ შენ წოდის და შენ თავზე რაღაცა ცუდი ჩაიდინე ესე იგი შენ ეს ვენასუსტია მაგრამ შენ თუ ჩაიდინე რაღაცა ნებისმიერ წოდვა შენ თავი შეგეზიზღა ხო ან რაღაცა არ მოგინა შენ თავში ეს კარგი ან კარგის ნიშანია და რა თქმა უნდა თუ მოიდანია და მე გადაიქცევს თვალსაჩინო ეს არის აუცილებელი მაგრამ ამავე დროს არ უნდა გაგიწროდეს ალლაჰის იმედი რატომ ის რომ ალლაჰი არ გაპატიებს თუ მოიდან არ გაპატიებს მაგრამ შეიტანს უნდა რომ ალლაჰს გაუწროდეს და ალლაჰის იმედი წყალობისა ალლაჰმა ადამიანს ბოდიში ხო ადამიანს იმიტომ რომ ალლაჰმა ყურანში თქვა რომ ჭეშმარიტად არის გასწორებული ალლაჰის იმედისა უზრუნველები მაგითო არაზოს არ უნდა გავყავოთ ალლაჰის იმედი და ასევე მეორე ანუ რა იცი არის მეგო ორი ექსტრემიზმი ერთი ექსტრემიზმი როცა ადამიანს გაუწოდა ალლაჰის იმედი მეორე ექსტრემიზმი არის მეგო როცა ადამიანი ამოსო მე ხმეთი უეჭვად მოპატიებს და ყველა ცოდვის აკეთებს და არ აინტერესებს ეს არის ორი ექსტრემიზმი
მაგითო ადამიანი უნდა იყოს და შუაში. ალლაჰის ხო, ოქროშვანელი. მაგას უნდა რა ჟიროდეს ალლაჰის იმედის და ეშინოდეს ასევე ალლაჰის რა დასჯა. მაგიტომ შენ თუ მოინანია მაგის მერე ეს გაითვისება და ასევე შევასკუცენ შენ წოდებს ნურავის მოუყვები. მე შემოსალდა არის რა მუსლიმებს არ გვიძალა სოფლის მოყოლა სხვა ხალხისთვის. თუ შეიძლება რაღაცა მე გამოიყენოს ეს შენ წინააღმდეგ გამიგიზმა და ეს მნიშვნელოვანი მომენტს მაგას მეწევა ფაიდას მოცემ. ძალიან ხშირად ხალხი რაღაცა დაისის რა სიზმარი რაღაცა მოვიდა მე მიდის ვიღაცა ხალხი და უყურებ მაგას თავის სიზმარს. სულია კაი უყურება ეს არის დიდი შესაძლებლობა. იმიტომ არის ზოგიერთი ხალხი რომელიც შეიძლება ეს სიზმარი შენ წინააღმდეგ გამოიყენოს. შეიძლება იცის სიზმრების განმარტება და შეიძლება ეს სიზმარი შენ რო არის შენ წინააღმდეგ გამოიყენოს მოგატყუოს. ითხრას რომ ეს სიზმარი ამაში ნიშნავს და შენ დაუჯერებ და არ არის სხვადასხვა ნიშნავს და გამოგიხენებს მე არ შეიძლება. სიზმრების მოყოლა შეიძლება მხოლოდ საალეჰ ადამიანზე, ვინც მართლა იცის სიზმრების განმარტება. სოფთი მინდა გადავიდეყურებს. ნახიტროს ვიტრის თემას ბეჭედის მიგანა დასაშვებია. ნიკაის დრო შეიძლება უთქვა რომ ბეჭედი აჭაჭყო რა ყოლა ხალხს რასაც მოუნდება რომ ბენტი მომდის ბენტი მომდის თუ გასაშვალე შეიძლება მალე ბორდიში დაკარიჟეთ მე მგონი ნიკას ეს ვთქვა არა ნახეს მა მე კიდევ გავიმეო რა შეიძლება ბეჭედი გაიგითო ნიკახის სიმბოლო როგორც სიმბოლო ნიკახის ეგ არ შეიძლება მაგრამ ბეჭედი აჭუქო და ატაროს უბრალოდ რომ ბეჭედია ამი ოქროდი ეს შეიძლება მაგრამ ატა ნახე ნიას უბრუნდება ნიას რომ ატაროს ბეჭედი იმის გამო რომ გათხოვილია ეს არ შეიძლება ძმა ამიგე ჩვენთან ტრადიცია არის არ შეიძლება ეს ედგავსება უკვე ძმა უზმუნოებისმა არამუსლიმანებს იმიტომ ისლამში ეგ ტრადიცია ჩვენ არ აქვს ეს შემოვიდა არამუსლიმანებთან ჩვენთან იმიტომ შუამოსალ ხალიფს რა თქვა მან თაშაბაჰა ბიყოუმ ფაჰუა მინჰუმ ის დაემდგავსა ხალხ ის არის მაგათგანი შეიძლება სიზმრები ახსენებენ და მაკავშირება აქ რამე ახსნა საერთო პრობლემა ახლა ახსნა სიზმრებს კიდე მეორე და თუ გაქვს ხშირად ჩუდი სიზმრები ხო სიზმრებს რომ არ გაქვს მე არ ვიცი მაგათი ახსნა და ჩვენ დროს მე არ ვიცი ვინ ხსნის სიზმრებს რა შეიძლება თუ და კარგი სიზმრე შუამოსალ ხალიფს ამოთქვა რომ თუ კაი სიზმრებია მოუყევი ხალხს ბევრი მოუყევითო თუ ცუდი სიზმრებია არ მოუყვათო რომ შეიტანისგან არისო და შეიძლება შეიტანიში კარგი გახსნასო ანუ მაგით მერე შეიტანი ეთამაშება ადამიანს თუ ცუდი სიზმრებია ასევე სუნნათი არის თუ ცუდი სიზმრე დაესწრა ადამიანს გადაყიდეს მეორე გველზე ან ადგეს ორი რაკათი ორი მოხდი იოსოს ეს შეიძლება მაგრამ ცუდი სიზმარი არ უნდა მოყვეს სხვა ხალხს კაი სიზმრები კაი სიზმრები ძალიან კაია თუ მოყვები ხალხს კაი სიზმრები ეს საჰაბები მართლობდა სიზმარში მართლა საჰაბები და გადავეყიოდა ეს ასეთი კაი სიზმარია ან ასეთი რაღაცები ისაღები ფორმაა რომ ისოლა კაი სიზმარია თუ რეალურად აყოლდანახი საჰაბები და იმან რაღაცა ის პრანაირად ან ის თავის რაღაცა ის ყარი შექმნილი რეალურად არავის არ ყავს საჰაბი ნანახი ეს ეხება უფრო ხადის შემოვალზე სამბაჰაის მაგალითად ყარო შეიძლება შეუძლია ჩემი იმას ანუ გადაქცევა ჩემათო მე თუ ნახეთო ესე იგი მართლა მე ვნახეთო ყოველ მაგდროს უნდა ვიცოდეთ შემოვალს ყავს და მისი თვისებები როგორი იყო ნახეთ როგორ საჰაბები ისე კარგად იცოდნენ ხადისები ისე დაწევილი გვაქვს შემოვალს ალაიქოს საჰაბები იცოდნენ რამდენი ჭაღარათმა შემოვალს ალაიქოს ეგაც იცოდნენ ნახეთ როგორ ეს რას გვასწავლის ჩვენ რამდენი ისლამი არის და კონკრეტული მუჰადისები კონკრეტულად თუ რას ვაკეთებთ უყურეთ ჩვენ გვაქვს ისლამში კიდეთი სწავლა მაგას ჩვენ ელმორიჯალი აი ნუ ყიყვარის ჰადისში სწავლობდა ელმორიჯალი არის რა ვინ გამოსცემს ჰადისებს მაგათი ბიოგრაფია როგორი ცხოვრა როგორი ადამიანი იყო ამილი იყო სადიხი იყო და ასე შემდეგ ყველაფერი მაგის ისტორია საჰაბები ხანდახან ბოდიში ხალხ მუსლიმანები ვინც იყო ჰადისის ჯაჭვებში თუ ნახავდა ვიღაც ადამიანი უძახებდა ცხენს და ვითომ ვაშლი არ ხელში მაგისგან ხადის არიღებდა თუ ცხენი მოატყუა ისევე შეიძლება აკაც მოიხოს ამეგზნები იმიტომ რომ შეიძლება სიმიძახდა ცხოველის მიმართ ზურმი იქაც შეიძლება როგორც ადამიანის მიმართ არ შეიძლება სიზმარში სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ კეთილი საქმეს რომ იგირითებს კარგია თუ ცუდი სიზმარში სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამი რომ კარგ საქმეზე მიგითითებს ეგ სიზმარი კარგად ითვლება თუ
თუ შენახე შუა სალაჰ ალეიჰი სიზმარში როგორც აღწერილი ჰადისებში მაგალითად შეიძლება მომენტი იყოს სიზმარში გაუცნობიერებლად ვიცით რაღაცები, პირობითად ისეთ სახში ხარ, რაც ცხოვრებაში არ გინახე, მაგრამ იცი რომ ეს პირობითად შენი სახლია, ნახე. თუმცა ხედავდი ადამიანს და ფიქრობდი რომ ეს მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი არის, ნახე. ეს ნამდვილად შუამავალი იქნება თუ ნახე, თუ ანუ ცხოვრობ უცნობ სახლში ჯერ ცხოვრებაში არ მინახე, მაგრამ ვიცი რომ ჩემი სახე არ გქონია ყველა სიზმარში ასეთ მომენტი და ჩემი წინ დგას ადამიანი და ვიცი რომ ეს არის შუამავალი. თუ მართლა ისე როგორც აღწერილი ჰადისებში მაშინ შუამავალს აღწერილი რა თქმა უნდა შეიძლება ეხლა ეს ადამიანი მომიყვა შუამავალი ნახეო როგორი იყო ძველი არ ქონდა ალახ შეგვიძლია ვთქვათ რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა ალლა შეიძლება სწორად მეთო მაჩვენე შუამავალს ეს იმაში ალლა გაკეთებს მაგაშობს და ალლა სწორად ყველა ჩვენ ბანახოს შუამავალს შეიძლება ეს გამარში ստეცებადეთ ის შეიძლება გითხრათ მეორე მხარე. არა, მაგრამ მაინც უნდა იცოდე მისი თვისებები როგორ გამოიხედება, გამოიყურება. აუცილებელი შეიტანი შეიძლება მოვიდეს შენთან და გითხრათ მეორე მხარე. მაგივრე შუა სალაჰ ალეიჰი კონკრეტ ხადისში ნიშნავს მომენტვა რომ ჩემს იმას გარეგნულობას ვერ აიღებს. ეს აუცილებელი ფაქტორია. ისე სხვა ადამიანების გარეგნულობის აღება შეუძლია არა? სიზმარში რა თქმა უნდა. ჯილში მაგას მედიცინას პარალიზებას ეძახიან და მომწვანებას ასე ახონებს კეთა მაგრამ ვერ მოძრაო და მე რამდენადაც ვიცი აი ეს შეიძლება გაკეთო აი შეიტანი გაწვება და აი პარალიზება არის ეგეთ შეიძლება სამაგადარ სახელის სულსაძე ვეგარ სულხაილას არის ეგეთ შესახებ მაგას სახელის აქვს მე ვიცი გამარ ხო მაგას სახელია შეიტანი მოდის რომელიც აღჭობს ადამიანს სიზმარში მაგიტოს მე ადამიანი თავისი თავი დაისვა შეიტანი რა უნდა გაკეთოს სამი აიათი კურსი წაიკითხოს ძირის წინ საერთაშორისო ადამიანი რომელიც წაიკითხოს აიათი კურსის ძირის წინ Allah Azza უზამის იმ ადამიანს ანგელოზი სადარაჯოს რომელიც ისავს იმ ადამიანს ვიზან თავიზებამ ნიშნავს მომენტზეო იმ სახში რომელშიც არის გამოხატვები და ასე შემდეგ სურათები და ასე შემდეგ ან ნაჯასი სიტყვაზე პამპერსი ბავშვის პამპერსი ხო შეიძლება რომ ბავშვი თვალით თავის სახში გასულყოს ბავშვი ეგრევის გადააკეთე იმიტომ ანგელოზები არ შედიან იმ სახში სადაც არის ნაჯასი სადაც არის სულხაი არსებების გამოხატვა იმ სახში ანგელოზები არ შედიან და თუ შედიან თუ არ შედიან ანგელოზები იმ სახში ვინ შედიან იმ სახში შეიტანები და ასევე მნიშვნელოვანი მომენტია რომ όταν შევიდივართ სახში უნდა ვთქვათ აუცილებლად ბისმილლა ესე გავდივართ სახლიდან ბისმილლა და ჩვენ ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ რომ შედიხარ სახში თქვი ბისმილლა ანახა თუ ხედავ შენი ბავშვი შევიდა ბისმილას გარეშე სიტყვის აი შეში დაიფანა გარე და ერთად ვით რომ მოხდა ბისმილლა და შენ ასწავლეთ ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი მომენტია რა თქმა უნდა სამაღლა პედიტარ რომ აუღო როგორც ეხლა ვაპარაკო ასევე არის სუნნათი რომ თქვა ბისმილლა და ჩვენ ჭამ მე შემოსავლა აიქო სალამად თქვა რომ თქვენ თუ ბისმილას არ ეძახით რასაც მაგაგუთირება გადაგაგუთირება გაგუთირება რა იმიტომ რომ შემოსავლა აიქო თქვა რომ თქვენ თუ ბისმილას არ ეძახითო შეიტანი თქვენთან ერთად ჭამს და ანიმები რას ნიშნავს ეგ რომ ბარაკა დაგექნება ზნებო საჭმელში ბარაკა და ვისაუბრა რომ ვის ბარაკა დაიბაძოს სადა საჭმლის დროს ასევე ზნებო სუნნათი არის რომ მამაკაც ახლოუთილო თავის სულთან სანამ ამ პროცესში შეუძლია თქვას ბისმილლა ყველაფერს ეხება მაგაზეც არის ჰადისი მანქანაში შეიძლება ძმა თქვი ბისმილლა მანქანას ყავს სტარტულა პატრი თქვი ბისმილლა და ეგრე ჩაკეთე მე ბისმილლა საქმე ტელეფონს ნიფანში თქვი ბისმილლა მე ბისმილლა შენ საქმეში გეკმარა ბარაკა თუ მაგალითად რამდენად დავიდა საჭმლის დროს დაიწყოს საჭმელი და არ თქვა ბისმილლა შეიძლება მე ეს თქვა ბისმილლა პრობლემა არის ასე თქვა არის დუა ბისმილლა ავალა ვა ახირა ეგაც არის დუა ჩამოვხსენდა თქმა უნდა აღარ მაქვს აფიშირებული მაგრამ და კარადაში შენახული მაგას
ფოტოები რაღაცეები, ოჯახის წევრების მაგაზე ვერ გეკითხავთ. შევესწრებთ შემდეგ გაგუძე მაგაზე გიპასუხოთ, რომ გამახსენეთ. ისა, ოდიში და ქვია. თავარი კითხვა. რამდენ ხანში შეგიტაკეთ რა. ერთი კვირა უეჭველი იქნება. და ყველა გვექნება ის. შევესწრებთ კვირა ჩამოვიდი ახლა. კვირას. ხო, გავაგზავნე ამ გავავიდე. ზეგ, ხო, შევესწრებთ. სადაც აი ზალას ვეკუსი. ინშალლა. ერთი შევაკეთე თუ ვიღაცა შეკითხვას ბაზრებს කොහොმද მოსმენ ფარას. იმიტომ რომ გაგიცი როგორ ჩვენ წინაზე ვთქვით, აი ეს თამასი პირა გამთავდა. როგორც კი აღავდა. ეს პატარა ისტორიის მომხრეების მე. არის ერთი სოფელი. თბილისში, თბილისთან ახლოს ერთი სოფელი არის. მან დადიოდა ზებო ძამული სწავლული. ძამული მედინის სწავლული, რეალის სწავლული და ბევრი გადიოდა გაკვეთილებს ატარებდა მან. და მართლა ბარაკა იყოს მე. მართლა ბარაკათიანი სოფელი გახდა. ცოდნა გაბრალდა ზნები, როცა დაიწყეს მართლა ცოდნა რეალური ცოდნა მიიღეს, მართლა ის ძირფასი ცოდნა. არა მუშ არ დავასახე რომ ოღონდ არის. ხო და ერთ მოხდა ისე რომ ეს ერთი სწავლული გააგდეს. ერთი სწავლული გააგდეს იქიდან. დამოიდი ადამიანი მოდის თქვენთან სწავლული, ისწავლა სადღაც თავის როგორც ცხოვრება მისცა, მოვიდა მაგათთან რომ რაღაცა ასწავლოს და მოვაც რაღაცა თქვა და გააგდეს. ამის მერეძნებო ეს სოფელი გადატრიალდა. ტრიალდა. ვიღაცა ვიღახდნენ მარიგით. ვიღაცა ნარკომანი. ვიღაცა ლოცვას თავი გაანების. ზოგიერთი მოდიოდა ლოცვაზე კაიფში. ეგეთ კაიფში. ალბომზებო ალლაჰმა ბარაკათი წაართვა მაგათთან. ეს არის საზღვასთან რომ ცოდნის პატივისცემა. ცოდნის ჩვენ პატივის უნდა ვცეთ არა იმის გამო რომ შენი ძმაკაცი ან შენი სუფრიდან არ წაარა იმის გამო რომ პატივისცემ რომ ალლაჰმა მისცა მაგას და ჰადისების აიათების და ცოდნა მარტო მაგის გამო ჩვენ მაგას პატივისცემ. რატომ ალლაჰმა მაგალითად მე არ მომცა შენ არ მომცა მაგას მისცა სიტყვაზე ხო? და ჩვენ ხედავთ თუცა ადამიანი მარტო აკეთებს. მარტო ასწავლის ხალხს რა თავის ცხოვრების ისტორიას კი არ უყურება ხალხს. ჰადისებს ასწავლის, ყურანს ასწავლის ხო? ეს იგი ადამიანში ხირი არის. თუ ძმობთ თქვენ ხედავთ ვიღაც ადამიანი ლაილას ადგილაბარგებად არავინ გასწავლის ჰადისებს და აიათებს ეგეთი ადამიანი ჩაეჭიდით მაგას არ დაგაგოთ. თქვენთვის ეს არის ოქრო. არ დაგაგოთ ეგ თქვენ თუ ხავთ ეგეთ და ვიც რო ხავთ. ეგეთ ადამიანი არ დაგაგოთ და არ აწენებთ. იყო ძმებო შემთხვევით სხვა შეხვდათ ერთმა მოყვა მაგათთან დადიოდა იგივე ანუ მაგაცი იპასეთ მაგრამ წავიდა ისწავლა ისლამის ცოდნა მიიღო და რო დაბრუნდა პატივი ასწეს. რა გაკეთე ეზმა წავიდა სხვა ქვეყანაში გადავიდა. და იმ ქვეყანაში გადავიდა იქაური ხალხი მისგან ხელი მიიღო და ეხლა ხელს იგებს. და ეს ხალხი დარჩა ცოდნის გარეშე რა თქმა უნდა როცა ჩვენ რაღაცა პატივს არ მოცემთ ალლაჰი აზავაჯალ მაგას ჩვენ გვახდებს. ნებისმიერ რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ თუ გაქვს რაღაცა კარგი შენ ცხოვრებაში. რაღაცა ხო რა შენ გიყვარს და შენ პატივს ასე შენ ეს ანუ დიდარია შენთვის ასე ვთქვათ და დარაჟეშ. შენ თუ მაგას არ გამოიყენებ ისე როგორც ალლაჰს უყვარს, ალლაჰი შენ წაგაკეთებს მაგას. ალლაჰმა ყურეში რა თქვა? და ინ შაკარტუმ და აზიდანაკუმ. თქვენ თუ მე შუქს გამეკეთებთ, მანდიერი იქნებით თუ მე თქვენ რა მოგიმატებთ. და ალლაჰმა რა თქვა მოგიმატებ რას? ოღონდ ბარაკალ ბაუს არ მოგიმატებ, ანუ მოფასირებით ეს ყველაფერს მოგიმატებთ. ყველაფერს. თუ იქნებით რა მანდიერი ალლაჰი მიმართ. და შეეხავთ როზაკალ ბაუს ფარო და თუ ადამიანი არის უყადური ალლაჰის მიმართ. იმ რაღაცაში რა სწავლის სიტყვაზე ეს ალლაჰმა მომსა სიტყვაზე პლანშეტი ხო? მე თუ ამ პლანშეტს გამოვიყენებ ცოდვით რაღაც ხარამი ალლაჰ შეიძლება წამოყოს ამ პლანშეტს. გამიგი? ალლაჰმა მე მომსა ჯანმრთელობა. მე თუ გამოვიყენებ ჩემ ჯანმრთელობას ხარამად ალლაჰ შეიძლება წამოყოს ჯანმრთელობა. ალლაჰმა მომსა შენ მე ფული გამოვიყენებ ამ ფულს ხარამს ვიყიდით ალლაჰ შეიძლება წამოყოს ეს ფული. შეიძლება ალლაჰი წამოყოს ეს ფული როგორც გამოსცა მაგრამ მაგაზე უარი შეიძლება წამოყოს რა დასჭის გამო. როგორც გამოსცა მე ინშალლა შემიძლია გავიარო სამს გავიდე გამიბრუნდება ფული. მაგრამ მე თუ დავყიდე ფული ცოდვის გამო ეგეთი ფული არ დაბრუნდება. სანამ ადამიანი არ მოინანიეს მართლა და არ გამოსწორდება. ეს რატომ მომხდარებო რომ კიდევ უბრუნდება ცოდნის ღირსებას. ჩვენი ყოფნა გაგვიცილზე, ჩვენი ქცევა, ხო გაგვიცილზე ზებო. რომ ჩვენი ლაპარაკი, ჩვენი მოსმენა ერთმანეთის მიმართ ხო? როცა თქვენ ლაპარაკობთ მე გისმენ. როცა თქვენ ლაპარაკობთ ყველა უნდა მომსმინოს სამს ხო? ეს არის რა ალლაჰის პატივისცემა. არა ჩემს მე პატივს კი არ ამცემთ. ან ხოჯას მის ლაპარაკობს. ან მე თქვენ პატივისცემთ ვის? ალლაჰს აზავაჯალ.
რატომ? იმიტომ ალლაჰმა ჩვენ გვიბრძანა რომ პატივისცემთ ცოდნას. მაგიტომაც თქვენ მე ყოველას ვიღაცის პატივს კი არ ასწრებთ მე. ალლაჰს მაგის გამო პატივისცემთ ასწავლიეთ. ალლაჰ ბარაკალლაჰ ფიkum მოსოდაში. ის არის რა ნახეთ თამამ თქვით რომ თან დაგჭის და გართმოს თქო. ეს ხომ ნიშნავს რომ გვერდს უყარხანას თოთაზე უნდა გამოდოს მომენტი არის რომ ცუდი ხალხი არიან და საერთოდ არ საფრთხოს მერტი. მაშაალლა ძალიან შეიძლება. იმამდე სიგნალამდე მიაწერებს და მე იქეთ ჩემი წინა გაგვიდი გათმოსმენ. იქიდან გამოვიდანე? ხო რაღაცა. ხო, აი ეს ხედავს რომ ცოდნას რა კაი რაღაცა ცოდნა. წინა გაგვიდი ჩვენ გავიერთო, ალბათ ზოგადად ვიღაცისთვის ხეირი უნდა, მაგას უზამის და გამოცდას რაღაცა პრობლემაა. და ვისთვის არ უნდა გამოცდა, ხეირი დასაკეთებს? აზრს მაგას ყველაფერს მაგას უნდა. რატომ რომ ასასულზე ძალიანად მიიღოს თავისი დასჯა. მაგიტომ რაღაცა ძმართვა რომ არ მეგონოს თუ რაღაცა გამოცდა გვაქვს, ოღონდ სიზნელი. ეს არის ის რომ მაინც და მაინც ცუდი ექნებს, არა? შეიძლება იმის გამო რომ ალლა შეუგოვა. ხო რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ვიზახით იმ გამოცდებზე იმ პრობლემაზე რომ ჩვენი ცოდების გამოკარგავთ, მაგალითად ლაპარაკობთ, რომ მაგას პატივის მეთოდში. თუ ცოდნას პატივის შეძლებო ჩვენი ჯდომა, ჩვენი წესი, ჩვენი საუბარი და პოლიტიკის დროს ხო? ალლა აზრდა აუცილებლად ზებულ დაიმახოთ უეჭველი ალლა იმისებს თქვენ ცოდნას ბარაკა მისცემს. უეჭველი ზებულ ალლაჰმა ბარაკა მისცემს. შეიძლება გიგე? ხომარდალი რა? მე არ დავიღებ. მე შეიძლება ტელეფონი გავაკეთოთ მე. მე პარდაიდა. ავტომატა. ხო. ამ მდგომარეობაც რომელიც მაგალითად რაღაცა საფეხურზე იყო ჩორდის ხრი. მონება დატოვა ყურანის კითხვას გადათვის მოუკლო და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება მის ცხოვრებაში რა კაცის საფუძველი შეიძლება მიეღოს. ნახეთ რა, თუ ადამიანმა დაანება ცოდნის გზა, ხო? და მის რეგიონში სხვა არ არის ადამიანები, ვისაც ცოდნას აღწევს, ხო? მაგის გამო ცოდნას მიიღებს. ცოდვას მიიღებს. მაგრამ მარტო ის არა ყველა. ჩვენ ზოგადად ერთი წესი გვაქვს ისლამში. ჩვენ გვაქვს ორი ვაჯიბი. ანუ ორი ფარდი ასე ვთქვათ. ფარდუ რაინ, ფარდუ კიფაია. ეს ისლამში აგიხსნა. არის ერთი ვაჯიბი, რომ ყველას ეკისრება ეს ვაჯიბი, სანამ ერთი ადამიანი არ გაგვიყვანს. მაგალითად, შემოვიდა ვიღაცა ჩვენთან დაჯდა დაასემინა. თქვა ალჰამდულილლა. ვაჯიბია რომ ვიღაცა მაგისტრის უთხას რომ იარჰამუკალლა. ეს არის ვაჯიბი. ვალია, მუსლიმანების ვალია მის მიმართ. თუ ერთმა თქვა, დანარჩენების ხალხზე მოიხსნება ეს ვალი. ასე სიტუაცია ვიღაცა მოვიდა და ჯანაზაზე თუ არ წავიდა ხალხი იმ რეგიონის, ყველას ეწევა ცხოვრება. უნდა წავიდეს ხალხი ჯანაზა წავიდეს. იგივე ამას ეხება. თუ ვიღაც ადამიანი იყო ცოდნის გზაზე. სხვა ადამიანი არ არის რომ ცოდნას იღებს რომ ხალხი ასწავლოს. მაგაც ცოდნა დაეკისრება და სხვა ხალხსაც. რა თქმა უნდა ადამიანს ეს არის გამოსა ადამიანის თუმცა ადამიანი იღება ცოდნის გზაზე მაგის გამოცდა არის. რა გამოცდა? რომ გამოიყენებს იმ თავის ცოდნას რომელიც ალლაჰმა მაგას მისცეს. ის არის რა ასე ვთქვათ, რა ის კაპულად თქვა დაროვანა ჩოგანი. ჰა? აი, როგორ ჩაბარებული რაღაცა ნიფტი შეთვის. ამანათი ვარ საკუთარ ამანათი შეთვის. როგორ გამოიყენებს შენ მაგას? ხალხს ასწავლი თუ არა, პულის გამოსწავლი თუ არა, შენი სტატუსის გამოსწავლი თუ არა, კრესლის გამოსწავლი თუ არა, მაგას ყველაფერი არ გამოსწავლებული. და იმახსოვს რომ თქვენ ვიღაც არის თქვენთან ხოჯა, ასწავლული ის ასწავლი თქვენ დასწავლეთ ხო? ისაც არის თქვენარი ადამიანი. მაგას უნდა მხარდაჭერა. და იმახსოვს მაგრამ მაგას უნდა მხარდაჭერა, ისაც არის ადამიანი. შეიძლება რაღაცა ვასვასი მოვიდეს შეიტანიკეთ, რომ რაღაცა ამზაგარულ და შეშინებული და უნდა პირას უნდა გაითვალისწინოთ. ეგეთ ადამიანს გვეშ უნდა მოვიდეთ ყოველთვის. თქვენი გვეში დგომა, თქვენ სწავლობთ უთმობთ არის უნდა სწავლული ვისაც ცოდნა აქვს, შეიძლება თქვენი დასწავლო ხო? თქვენი გვეში დგომა მაგას არის ძალიან დიდი ხელი თქვენთვის ზოგადად. თუ ხედავთ ვიღაცა სწავლული არის, რომელიც 24 საათი მუშაობს, არ იმის გამო მუშაობს, თუ ფული უყარ, ამით ოჯახი შიმშილი ხდება. ან ოჯახი უნდა აჭამოს, ან თქვენ უნდა გასწავლოთ. თუ ხედავთ ვიღაც ეგეთი არის თქვენთან და შეუძლია ცოტათი ფინანსურად დაეხმაროთ, დაეხმარეთ, რომ რა, ცოტათი ნახევარი თავისი მოჭროთ, თქვენი მოგწეს, რომ რაღაცა ცოდნა დაგეხმაროთ თქვენ. გამიგეცნებათ, ეს აუცილებელი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ეგეთი გზაზე. ეს კეთება ალლაჰის ხატვის ყველაფერი ზემო. ამიტომ შრომავალის მემკვიდრეები არიან, ალლაჰის კეთილი ხალხი არიან, და ვის ეუჩება მათ. ის და ეუჩის? ხო, ეუჩის. შეურაცხყოფს. შეურაცხყოფს. მათი ხომარეობა
მაგალითად მდგომარეობა არის უარესი მდგომარეობა მისდეის ხალხი ვინც შეუწყობს საკანეს ჩვეულებრივ მუსლიმანებს უარესი რატომ არის ჩვენ ვიცით არის როცა ჩვენ შეუწყობს ვაყენებთ მუსლიმს ჩვეულებრივ მუსლიმს ან ღიბას ვაკეთებთ ჩვეულებრივ მუსლიმს ეს არის დიდი ცოდვა და როცა თხურის ვიზახით მუსლიმზე ეხლა დიდი ცოდვა შუა სალlallahu ალეიჰი ვასალამ თქვა საბր მუსლიმებს უყვა ყიფარო კუფრ მუსლიმის შეუწყობა ეს რა ფისყი ან ცოდვა ისე ზონა მაგასთან რა არის კუფრი და ალიმები თქვენ რომ ღიბა ესე თუ ღიბა წვეთება სწავლულზე უფრო დიდი ცოდვა ვიდრე ღიბის გაკეთება ჩვეულებრივ მუსლიმანზე რატომ ალიმები ზახიან რომ სწავლულზე ღიბას გაკეთება არის თავად დავიტოვოთ რომ ღიბა რა არის მეგობრო რა ღიბა როცა ადამიანი ჭამს ჭამს წამოიდა ჩვენ სალlallahu ალეიჰი ვასალამ თქვა ვიღაცა თქვენგან მოუნდებათო რომ თავისი ტყაი ძმის გვამი ხორცი ჭამასო საჰაბების რახმა უნდა მინდა ეს არის ღიბათია როცა თქვენ ლაპარაკობთ თქვენ ძმაზე იმასაც მაგას არ მოსწონსო და ალიმები თქვენს რომ როცა ლაპარაკეთ მიდის ღიბა სწავლულზე ეს არის მოწამლული ხორცის ჭამა მოწამლული და შეეხნობას რახმაყვა თქვა ეს ნიშნავს რომ ადამიანი ლაპარაკობს სწავლულზე ცოლ ლაპარაკობს სანამ მოსადი ახდება გადის ის მომიდან იმიტომ რომ ილაპარაკა სწავლულზე და ის სწავლული ეზართა ხალხს ალლაჰის დინთან შემოყვანს ალლაჰთან ხადისებთან და მაგის გამო ისეთი დასჯა მაგას ეუბნება რომ ალლაჰი ეგეთი უნამოს ადამიანს გამოყავს აიდან ისლამიდან ეს ნახავსებები ვიღაცა იდარებებს შეუწყობს აყენებს შეიხ მუსლიმი შეიხ მუჰამედ იბნ აბდულვაჰაბ შეიხ ალბანი და სხვა დიდი ადამიანები მაგასთან მაგაზე ცუდად ლაპარაკობენ ნახეთ მეგობრებო ახლა ვინც ახლა უფრო ზედმები არის თქვენ შორის სად არის ახლა ის ხალხი ვინც ცუდად ლაპარაკობდა და სად არიან ჩვენი შეიხების წინ ახლა ვკითხო რომ ვიღებ მაგალითად ფაიდას ის ხალხი წავიდა ისტორიაში არც მაგათი სახელები არ და ჩვენები არიან და საერთოდ ვაფშე აი ესე რომ ყიდას ების ადამიანს ვინ შეუძლებს აყენებს რა ამ ჯერ სწავლობს შეფასება შეგიძლიათ აი ეს შეკითხვა მე ასეთი მომენტი არის რომ ახლა მე პატარა იმას ვყავ დღეს თავიანთი სოფლიდან რა და ფუტკარი იყო არ ვიცი შეწყობა ხდებოდა რა ხერხდა შეწყობა და ხდებოდა სულსაც ხდებოდა და ახლა ხდება ხო სიკვდილი შეუმსუბუქო და მოუკლაჯობია თუ ღმერთთან და მისი თმობის აი ხო ძალიან ისეთი თემა არის ხო თუნდაც ეს მარტო ფუტკარი შეიძლება იყოს ყველაფერს შეიძლება იყოს ასეთი რაღაც ახლა მისი სული არის მე სოცხალი არსებობს მაგრამ ეს ნიშნავს ნუგეგულად მეგობრო ალლაჰის ზიანში ფუტკარის უნიშნულოვანია არა ყურანში ალლაჰმა მოიყვანა ჭიანჭველის ისტორია თავის წიგნში ალლაჰმა მოიყვანა ჭიანჭველის ისტორია სულეიმან ალეისალამ როცა მიდიოდა ერთ-ერთი ჭიანჭველი თუნდაც თქვა თავის ჭიანჭველს დაუხრა დროზე შედით შიგნითო თორე სულეიმან დაგაბიჟდა და ვეს იგზნოსო და სულეიმანმა გაიგო მაგას მაშინ ლაპარაკი და სიცილი დაიწყო ანუ ალლაჰი აზზავაჯალ ამით დასგონება რომ ასე ალლაჰმა აგვიზარდა რომ დაწვა ჭიანჭველების დაწვა ასე შემდეგ და არსებების აქედან ჩვენ ხედავთ რომ ჭიანჭველებსაც წვალება შეიძლება მაგითო ეს გაშეკითხა მაგრამ მაგას პასუხი არ ვიცი ბატონო ემა მოგდება თავი ისე ხო ეჯება შეიქი არ მეც რომ მეგუღალიო არა მე ვთქვი მე პრობლემა არა გავიდეთ გარეთ ცოტა ხანი ცივი დავდივართ ინშალა არა თუთ მე უნდა გავაკრა მე არ მეშქარები რა თქმა უნდა ახლა გამნელიც მეწოდება ვინც რომ უწუნო არა თქვია და ოჯახის წევრებზე რამე დაავად ისეთი თუ არის რამე რა მაგაში ამეხმაროს რომ უფრო მოისმინოს უფრო და გადადგას სტანდარტი რაც რომ ყველაზე მიფასია ჩვენთვის ყველაზე კაი დაავადი ახლობლების მიმართ არის თქვენი საქციელი ხანდახან შეიძლება თქვენი სიტყვა ისე არ გაჭრას როგორც თქვენი საქციელი თუ ხედავთ რომ არის კაი მომენტი სიტყვისთვის თქვით მაგრამ საქციელს ყოველთვის არ კაი მომენტი იმიტომ ყველა ხალხი თქვენი გქონდათ აი ნახეთ ხალხი მაგალითად რო ხედავთ ვიღაცა მუსლიმანი რაღაცა ცუდი ჩაიდინა ასე ძახის ხალხი ისლამი ცუდია არ იძახის რომ ეს მუსლიმანი ცუდი ვაკეთე რატო კეთება იცი მაგრამ იმ ხალხი უფრო ყურადღებას აქცევს საქციელს მაგრამ თქვენს გარდა ასე ვეჩვენოს რომ თუ რაღაცა გინდა რაღაც დავადი ინტიმეტად თუ ახლობელია იმიტომ ხშირად ახლობლები ჩვენ არ გვისმენენ რომ დედა იყოს მამა იყოს არ გვისმენენ იმამ შაფის თორს მოვიდა ეგეთ რაღაც თუ იმამ აბუ ჰანიფას მოვიდა ეგეთ რაღაცა მოვიდა რაღაცა დედამისს აინტერესებდა
ეკითხა იმამ აბუ ჰანიფას რაღაცა შეკითხვა, აბუ ჰანიფა უპასუხა და დედამისს მოხდა, შენ არაფერი არ იცი. და წავიდა სხვას კითხა. ის ვისაც კითხა, სხვას, ის მოვიდა აბუ ჰანიფასთან მოვიდა. და იგივე უპასუხა და ის უპასუხა დედამისს და მაგისგან მიიღო. ან აბუ ჰანიფას სხვა იმამ მიიღო, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითანი. ეს დასაბასტა ჩვენ რომ ხანდახან ადამიანი შეიძლება ის გამო დაანახო არ მიიღო შენთან, მაგდოს რა უფრო საქციელია, უფრო კარგი. შინაური მოძვირი ხავი არ გახდება. Alchemist moments Allahის სახელის ახსენებს, ან რაღაცა მომენტი რო ჩავარდება, პირდაპირ ვიწყებ დავავალს რა. შესაძლებელია ყველა შეხვედრაზეც გამომდიოდეს, აგირა მინდა რომ ნამაზი დაიწყოს, უცხო დაიწყოს. რაც შეეხება იმას, რომ ქმედებებს, მაშაალლა, ასე ვიტყვი რომ მოწყობთ რა, აუ მაგარია შენ ცხოვრება რო დაიწყე, შენ გააგრძელებ. მე ჩემთან მივხედავ და რაღაც ასეთი იდეა რა. მოწონ ფაქტია ეს, მაგრამ ნაბიჯ ვერ დგამენ და ამიტომ მინდა რაღაცები ნაბიჯ ის გამო არ დგამენ. უფრო სამედია ალლაჰის წყალობისკენ თუ რას დახიან, მე ისეთ მაპატი მაგას დახიან. ხო, მე ის მაგას ვფავს. მე როს ისლამი მივიღე, ჩვენთვის ისაც ის ქრისტიანი იყო რა. და მაგის მე დაიწყო ჩემთან ლაპარაკები ისე მეს ან მე ჩემს უკიცებ ის თავის უკიცებს და 3 წელი იქით-აქეთ ვაყავ. ის ბიბლიის მოდით მე ყურანის მოდით ვარ და მაგალითად როში ისა. კი ამ გამოდოთ, მაგრამ ძალიან სექტორს ლაპარაკობ, უძელი ლაპარაკობ. ხო და 3 წლის მერე მიიღო ისლამი. ხო და რა მოხდა, რას ვთქვი მე ხა რომ მე როცა მივედი, მახსოვს მე კარი ხალხა ვიდექი. ხედავ რომ ის სახეზე რომ იცის რომ ისლამის მართლ ხედავ. და ვეუბნები მაგას, მე ხა მე ვიცი რომ შენ იცი რომ ისლამის მართლ. შენ ხო ისმეთი, შენ აი ამ ეხა ეგეთ მდგომარეობაში თუ მოვდები, ისლამს პარამეტრ შაჰადეთი ყოლები შენ ჯაჰანამში მოვდები, ხო იცი? ან მიყოლებს აი გაშიშებული არაფერს არ პასუხობს. მე ხო იცი, და პროსტა არაფერს არ პასუხობს. გინდა ისლამი მიიღო, გინდა უკვე და შაჰადეთი და ისლამი ჩავიღო და всё. მაგას ზას ვიძახით რომ ხანდახან ადამიანი უნდა შეაშინო. მაგის ხო, ხანდახან ადამიანი შეაშინო, ძმაო, ჩემო ძმაო, შენ ხო გამოსწორდები, პოსოს არ დაგიები. აუ რა თქმა უნდა აუსაბ მაგას რატომ უნდა ილოცო ზოგი ხილი ილოცოს არის ეს რატომ უნდა ვფიქრო ეს მე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ზოგი მასა ჩვენ მაგათ ხედავ ადამიანს შევსაკეთებს ეულო მაგას რატო არ ლოცო რატო ლოცო ადამიანს შევსაკეთებს ამაზე ასოთ მესაყვალ რატო ლოცო ეს აუხსენი რომ შევჭა შეგებ და მე აუხსენ მაგას რომ რისთვის ლოცო ან თუ იცის ერთმანეთს ამ და ასე შემდეგ უთხარი რომ ძალიან საფიქრო რომ არ შეიძლება ალლაჰის მიმართ მანდური ხა და შეაშინო ზოგი ნახეთ არის ზოგი ხალხი ლოცულობს ალლაჰის მიმართ, იმიტომ რომ უყვარს ალლაჰ. ზოგი ხალხი ლოცულობს ალლაჰის მიმართ, რომ მადლიობდა. ზოგი ხალხი ლოცულობს ალლაჰის მიმართ, რომ ეშინია ალლაჰს. უნდა თქვენ ნახოთ ის როგორი პიროვნება, რომელისგან არის და მაგაზე მიაწვეთ. დილას და საღამოს ალლაჰს მადლობას ვუხდი ყველაფერთვის. მე ვუთხარ ასე გვარი. ასევე და ასე ეს ნახეთ მე ეს რა ფაიდას მოგცემ. იყვნენ მურჯიიტები, რომელსაც მურჯიიტების ერთ-ერთი თვისება არის რომ ალლაჰზე მარტო კარგს ფიქრობენ. ანუ მე არასდროს მეტი არ მაპატიებს და არ დამჯის არასდროს. ეგეთ ხალხს არ უნდა მოუყვე ჰადისები ჯანნატზე, კარგ ცხოვრებაზე, არა. ეგეთ ხალხს უნდა მოუყვე რა ისტორიები ჯაჰანამზე, რომ შეაშინო. არის მეორე კატეგორია ექსტრემი ხავარიჯები, ყველას თაგვიზუპეთები. ეგეთ ხალხს არ უნდა მოუყვე ჰადისები რაზე ჯაჰანამზე. ეგეთ უფრო რბილი ჰადისები უნდა მოუყვე. ჯანნატზე, ჯანნატის მდინარეებში და ეგეთ რაღაცები. მაგიტომ თუ ხედავთ ის ადამიანი ძალიან შეიძლება ასე ვთქვათ ენდობა ალლაჰის წყალობას, მოუყვანეთ ჰადისები, სადაც აშინებს ადამიანს, რომელიც არ ლოცულობს. ჯოჯოხეთზე, დასჯაზე და ეგეთ დაელაპარაკეთ. და ინშაალლა დუა გასვლა დუა გაკეთეთ. ჩვენს დუას ვაკეთებ ალლაჰ მაგას გიდაეთ მისის ამენ. და დუა აუცილებლად დუა ყველაზე იარაღია ხო. Все, кай. Кай.